რატო დაფარა უფალმა ჟამი მეორედ მოსვლისა. ჩვენ ყოველთვის ვიყავთ მზად. ეს ერთი. და რო ვიცოდეთ, რომ იქნება 2000 წლის შემდეგ იქნება მეორე მოსვლა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ შორია, მოდი ლაღად ვიცხოვრებო. როდის იქნება? იქ იმ დროს ვინც იცხოვრს, იმან იფიქროს. უკაცრავად. ჩვენი მზადება მეორე მოსვლისათვის ჩვენ ცხოვრებაში ხდება. წერილი ამბობს, რომ რაშიც გიპოვი, იმაში განგსჭი. როგორც იცხოვრებ, იმაში განგსჭი. უფლისათვის დრო არ არსებობს. ამიტომ დღეს და ხვალ უფლისათვის ერთია. და გუშინდელი დღეც. ამიტომ ვინც საუკუნეების წინ იცხოვრა, ვინ დღეს ცხოვრობს და ვინც მერე იცხოვრებს, ერთად განისჯება ყველა. და ყველას ერთი ცხოვრება აქვს მოცემული, რომ აირჩიოს კეთილი თუ ბოროტი. უფალი თუ მაცდური. ასე რომ უფალმა თქვა, ამაო სობის მოყარებისათვის და რომ არ გადადო თქვენი ცხონების საქმე სადღაც იქ, არ არის თქვენი სასარგებლო იცოდეთ, უფალმა ეს დაფარა. მაგრამ უფალმა მოგცა ნიშნები, თუმცა ჩვენ უნდა მივხვდეთ, ჟამი ახლოს არის თუ არა. ეს ნიშნები წერია სახარებაში. კოდირებული არაფერი არ არის. ჭეშმარიტება ყოველთვის განცხადებულია, მაგრამ კოდირებული როცა ჩვენ შორს ვართ ჭეშმარიტებისაგან, ჩვენ არ გვეცნობს ეს ჭეშმარიტება. უფალმა კი არ დაფარა, კი არ დამალა, არამედ თქვა რომ განიწმინე გონება შენი და შენთვის ცხადი იქნება, რასაც გეუბნები. და თუ შენ საპირისპირო გზით მიდიხარ, მაშინ ეს შენთვის სიტყვა იქნება ყოველთვის დაფარული. ანუ არჩევანი თქვენზეა.